ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 6 სტუდენტი ერთი წლის განმავლობაში ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობას შეისწავლის. სტუდენტები ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორებმა კონკურსის შედეგად შეარჩიეს. მათ მოეთხოვებოდათ ინგლისური ენის კარგად ცოდნა, კულტურათა შორისი კომუნიკაციების უნარი და საშუალო აკადემიური მოსწრება. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტთან უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში სწავლება 12 სტუდენტმა გაიარა. ძირითადი კრიტერიუმები, რითაც ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ამ 6 ადამიანის შერჩევისას, იყო აკადემიური მოსწრება, ამასთანავე მათი პიროვნული თვისებები, რამდენად შეუძლიათ დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობა. მივაქციეთ ყურადღება ასაკსაც და გენდერსაც. დაემთხვა ისე, რომ მიდის 3 გოგონა და 3 ბიჭი. მორიგის შერჩევა სტუდენტებისა, ტურიზმის ფაკულტეტიდან 6 სტუდენტი შეირჩა ერთი სემესტრით ნორვეგიაში სწავლებასთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც ამ პროექტმა დაიწყო ფუნქციონირება, სტუდენტებში გაიზარდა мотивация არა მხოლოდ უცხოენის სწავლასთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით. წესი იყო გაცილებით მაღალი კონკურენცია ვიდრე გასულ წლებში. მეორე წელია ამ პროგრამაში ვიღებ მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ ეს ყველა სტუდენტს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ავიმაღოთ კვალიფიკაციას და გავაგრძელოთ სწავლა ნორვეგიაში 6 თვით. რაც ყველას მოგცემს იმის საშუალებას, რომ ასევე ვიყოთ წარმატებულებით საკუთარ კარიერაში.